როგორ იღებდა გადაწყვეტილებებს გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე? ვისთან გადიოდა კონსულტაციებს? ვისთან ათანხმებდა გეგმებს? ამის გარკვევას დღეს უკვე პროკურატურა ცდილობს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის, მტრული საქმიანობის, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედების ფაქტებზე. გამოძიების ინტერესია კონკრეტული თარიღიც, 2019 წლის 24 აგვისტო და კონკრეტული ლოკაციაც, სოფელი ჩორჩანა, სადაც მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით საპოლიციო საგუშაგო იხსნება. ისტორიული კონტექსტის გარეშე შეუძლებელია დავინახოთ, რა საფრთხის წინაშე დგება ქვეყანა და ხალხი. სოფელი ჩორჩანა საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციაში რჩება, თუმცა საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება, ამიტომაც იძენს განსაკუთრებულ სტატუსს. 2008 წლის სარკოზი მედვედევის შეთანხმების თანახმად, ასეთი სტატუსის მქონე ზონებში არ შეიძლება აშენდეს საგუშაგოები, ბლოკპოსტები, რაიმე სახის სამხედრო ინფრასტრუქტურა. 2009 წელს ერგნეთის შეხვედრების ფორმატში ასეთივე პოზიცია და პრაქტიკა ყალიბდება, არანაირი საგუშაგოები და პოსტები. ერგნეთის ფორმატში მონაწილეობს როგორც საქართველო, ისე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და რუსეთი, ასევე ცხინვალიც. 2019 წლის 24 აგვისტომდე იქ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სიწყნარეა. მოსახლეობა სარგებლობს ტყით და ცხოვრობს მშვიდად, მაგრამ მოულოდნელად გიორგი გახარია იღებს გადაწყვეტილებას და ჩორჩანას ტყის ზონაში საპოლიციო საგუშაგოს აგებს. ვითარება მაშინვე იცვლება. საოკუპაციო ზონაში ჩნდებიან შეიარაღებული ჯარისკაცები. ცხინვალი გამოდის ულტიმატუმით. ერგნეთში ინიშნება საგანგებო შეხვედრები. იკეტება გადასასვლელი პუნქტი. საერთაშორისო დამკვირვებლები აფიქსირებენ ესკალაციის ნიშნებს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უკმაყოფილოა ქართული მხარის ცალმხრივი გადაწყვეტილებით. ადგილობრივ მოსახლეობაში იზრდება პანიკა. ბორდერიზაციის ახალი ტალღა იწვევს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას. ადგილობრივ მოსახლეობას აღარ აქვს წვდომა ტყეზე და საძოვრებზე. ხდება დამატებით 1 მილიონი კვადრატული კილომეტრის ოკუპაცია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გაოგნებული ჩანს. გიორგი გახარია იღებს გადაწყვეტილებას, რომლის შესახებაც საერთაშორისო პარტნიორებმა არაფერი არ იციან. უნდა იქნას მაქსიმალურად თავიდან აცილებული ცალმხრივი ნაბიჯები, რომლებიც დაძაბულობას ზრდის. დაძაბულობაზე უცხოური მედიაც წერს. მაგრამ ირკვევა, რომ არა მხოლოდ პარტნიორებმა, ქართული ოცნების გუნდის წევრებმაც არაფერი არ იცოდნენ. 2025 წლის 14 აპრილს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თეა წულუკიანი იტყვის, რომ თბილისმა ჩორჩანაში პოსტის დადგმის შესახებ ინფორმაცია ცხინვალიდან მიიღო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს შეიტყო ოსების ხაზი. გამოკითხვაზე კომისიაზე მისული უკვე ოპოზიციონერი გიორგი გახარია გააპროტესტებს. რა თქმა უნდა, ყველამ ყველაფერი იცოდა. თუმცა ვინ ყველამ და რა ყველაფერი ვერ აკონკრეტებს. მეტიც, ყველაფერზე ჩამოყალიბებული ჯერ თავადაც არ არის. კომისიის თავმჯდომარის მთავარ კითხვას, რა მიზანი ჰქონდა ჩორჩანაში საგუშაგოს დადგმას, გიორგი გახარია ჯერ პასუხობს, რომ ქართული მოსახლეობის დაცვა სურდა. რაღაც მომენტში ამ ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების მიერ დაიწყო ადამიანების გატაცება, რამოდენიმე შემთხვევა იყო. ამ ადამიანებს სხვადასხვანაირად ამ გატაცებებს სხვადასხვანაირად ასაბუთებდნენ, ეუბნებოდნენ, რომ ეს იყო იქ საქართველოს რაღაც მომენტში ჩორჩანას ტყეში გაჩნდა აღნიშვნები. მოგვიანებით სოფლის მაცხოვრებლები ზოგი კომისიაზე და ზოგიც პროკურატურაში იტყვიან, რომ არანაირი გატაცებები არ იყო. ადგილობრივები გადაადგილდებოდნენ თავისუფლად, იყენებდნენ ტყეს. მდინარის გამოღმა ისინი არასდროს გამოსულან. მაგრამ იქ რომ გაკეთდა, ჩვენებმა რომ საგუშაგო გააკეთეს, იმის მერე ამათმა შემოიწიეს კილომეტრ-ნახევარი, ეს მდინარეც გადმოლახეს და მანამდე ამ ტყით სარგებლობდით სოფელი. გახარიას მეორე არგუმენტი უკვე ადგილობრივებს კი არა ტყეს ეხება, რომელსაც ქართული პოლიციის დაცვა სჭირდებოდა. ჩემი ინტერპრეტაცია და მიზანი არის, რომ დაგვეცვა 1800 ჰექტარი ტყე, დაგვეცვა საოკუპაციო ხაზის რაც ვერ დაიცავთ. ეს არგუმენტიც არ მუშაობს. გახარიას ეს გადაწყვეტილება ქართულ მხარეს ტყის მნიშვნელოვან ნაწილს აკარგვინებს. დაიკარგა ტყის ნაწილი, რომელიც მანამდე ჩვენს კონტროლებულ ტერიტორიაზე იყოფებოდა წავლის ადმინისტრაციულ ერთეულში. ნომრის ნაწილიც ახლა აღარ არის ჩვენს. მაშინ გაიხსნა იქაც რუსული საგუშაგო თუ ოსური, როგორც არის და მოსახლეობა დააზარავდა ამ მხრივ.
2019 წლის 24 აგვისტოს თარიღზე პროკურატურა გამოკითხვებს აგრძელებს. უკვე გამოიკითხნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური. მე გიდასურვებთ რომ შეთანხმება არ ყოფილა, ვინასთან ჩვენ შეთანხმებული არ გქონდა არანაირი გავიგეთ პოსტს გახდომ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე. მე გავიგე იმის მერე რომ როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმართებოდა თუნდაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეკრებები და რომ ნახეთ რომ ეს მდგომარეობა დაიძაბა სეპარატისტულმა რეჟიმმა იქ რამდენჯერმე შეატყობინა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მერე იყო ასეთი ინფორმაცია რომ ძიმე ტექნიკა გამოიყვანეს და ასე და შემდეგ, რა თქმა უნდა ამის მერე უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო დეესკალაციის თვალსაზრისით. მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა კახიშვილი. ოფიციალური კორესპონდენცია ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინფორმირებობის მიზნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არც ერთი უწყებიდან არ შემოსულა. არც ერთ თათბირზე, არც მთავრობის ფდომის ფორმატში ინფორმაცია მთავრობის წევრებისთვის და საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის არ ყოფილა. ჩორჩანას მკვიდრი არჩილ ლომიძე. საგუშაგოს ჩადგმა პირადად ჩემთვის და ჩვენი მოსახლეობისთვისაც ის შეცვალა რომ ძალიან დავზარალდით. აქ გადიოდა მდინარე და ახლაც გადის ჩვენსა და იმ ოსურ დასახლებას შორის იმ მდინარის ზემოთ იყო ჩვენი ტერიტორია. ჩადგმამდე ჩვენ სარგებლობდით ამ ჩვენ ტყით, ჩავდიოდით მდინარემდე. სადღაც 120 ჰექტარი ტყე მაინც დავკარგეთ ჩვენი სოფლის საკოლმეურნეო ტყე. სოფელ ჩორჩანაში მცხოვრები ელგუჯა ხარაზიშვილი. ჩვენი საგუშაგო რო გაკეთდა, იმის მერე ყველაფერი შეიცვალა. დავკარგეთ ტერიტორიები, საძოვრები, ინერტული მასალის ბაზა და 100 ჰექტარი ტყე. ეს ყველაფერი მოხდა, რომ საქართველოს ბაზა რო ჩაიდგა. წაღვლის ადმინისტრაციული ერთეულის გამგებელი ვაჟა ლომიძე და სოფელ წაღვლის მკვიდრი მანანა შეყელაშვილი. დავკარგეთ იმაზე მეტი, ვიდრე რაიმე არაფერი არ მოგვიგია ხალხს საერთოდ არაფერი ამ საგუშაგოებისადმი. დავკარგეთ ტერიტორიები, რა იგეგმებოდა, ან ვინ გეგმავდა, ან საერთოდ არ ვიყავით ინფორმირებული ამასთან დაკავშირებით. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე პრემიერ მამუკა ბახტაძის აპარატის უფროსი გიორგი ჭოლაძე იტყვის, რომ პრემიერ-მინისტრმა არაფერი არ იცოდა. ამ საუბრის შედეგად, იმ საუბრების შემდეგ გუშინ წინ მქონდა საუბარი აგერ ტელეფონზე არ იმყოფება საქართველოში, მე მას კითხე კიდევ ერთხელ, რამე ხომ არ იყო, რამე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ მამუკა ბახტაძემ ეს არ იცოდა მისივე სიტყვების დადასტურებით. დასტურდება. მართველი გუნდი საქმის კურსში არ იყო. იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებამდე არანაირი დაძაბულობა არ იყო. გახარიას ერთპიროვნული გადაწყვეტილების შემდეგ დაიკარგა 1 მილიონი კვადრატული ტერიტორია. ხალხს უწევს ყოველდღიურ სტრესში ცხოვრება. თავად შინაგან საქმეთა მინისტრი საკუთარი გადაწყვეტილების გასამართლებლად 3 სხვადასხვა მიზეზს ასახელებს. როგორიც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, სამინისტროს ეს საკითხი ცალმხრივად არ უნდა განეხილა. ასეთი პოზიცია ექნება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. და მაშინ ვისთან შეათანხმა ეს გადაწყვეტილება გახარიამ? 2019 წლის 20 ივნისი. მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია გადაწყვეტილებებს როგორც ჩანს მარტო არ იღებს. მასთან ერთად იმყოფება გერმანიის ელჩი და მაშინდელი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელიც საქართველოში დიდი ხანია გარე ძალების ინტერესებს ატარებს. მოქმედება პარლამენტის წინ ხდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთადერთი ამოცანა აქვს. დაიცვას სახელმწიფო შენობა რადიკალებისგან. წლებია პარლამენტის წინ აგრესიული აქციები მიდის. სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ ყოველთვის ერთი მიზნით. შევარდნენ შენობაში და დაიკავონ. შემდეგ ჩამოაგდონ ხელისუფლება და ძალით აიღონ ძალაუფლება. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის შენობაში იმყოფება. მასთან ერთად არის გერმანიის მაშინდელი ელჩი და საქართველოს მაშინდელი ომბუდსმენი. მოგვიანებით პარლამენტში პრემიერი ბახტაძეც მიდის. თან აპარატის უფროსი გიორგი ჭოლაძე ახლავს. კომისიაზე ჭოლაძე დეტალურად იხსენებს ამ ეპიზოდის დეტალებს და მთავარი რასაც იტყვის. პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი შეთანხმდებიან. უნდა საზოგადოებისათვის მიემართა პრემიერ-მინისტრს, უნდა დაწყნარებულიყო, ასე ვთქვათ, დამაწყნარებელი მესჯი. პრემიერმა განცხადება თხრობით რეჟიმში გააკეთა, მოუწოდა ახალგაზრდებს, რომ წამოეგებოდნენ პროვოკაციაზე. ყველაზე მთავარი რაც თქვა, ბოლო 1 წუთის განმავლობაში მიდის ეს თხრობა. მე როგორც პრემიერ-მინისტრი გეუბნები თქვენ, რომ ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც
გამოიყენებს ძალისმიერ მეთოდებს. ამ დამაჯერებელი კომენტარიდან ზუსტად რამდენიმე წუთში სპეცრაზმი რეზინის ტყუების სროლას დაიწყებს. ჭოლაძე იტყვის, რომ გახარიასა და ბახტაძეს შორის მაშინ მძიმე საუბარი შედგა. პარლამენტის წინ უკვე საშინელება ხდება. გიორგი გახარია ჯერ საეჭვო გადაწყვეტილებას მიიღებს. პარლამენტის წინ აღმართულ მძიმე რკინის კარს გახსნის და ათეულობით სპეცრაზმელს ამ აგრესიულად განწყობილი რადიკალების წინ გამოიყვანს. და ჩვენ რამდენიმე საათის განმავლობაში თვალს ვადევნებთ, როგორ ეცხმიან აქციის მონაწილეები თავს მათ, ართმევენ დამცავ ფარებს, ურტყამენ და ადგილიდან იტაცებენ. შემდეგ როცა ვითარება უკიდურესად დაიძაბება და დაპირისპირება პიკს მიაღწევს, ჯერ ცრემლსადენ გასს გამოიყენებენ, შემდეგ რეზინის ტყუებს ისვრიან, ბოლოს წყლის მანქანებსაც გამოიყვანენ. დაშავდება 240 ადამიანი. მათ შორის იქნებიან როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცველები. ყველაზე მეტი ადამიანი ზიანდება რეზინის ტყუებით. რამდენიმე დემონსტრანტი დაკარგავს თვალს. გიორგი გახარია კი ვერ ამბობს, ვისთან შეათანხმა აქციის დაშლის გეგმა. როგორ მოხდა, რომ პრემიერ ბახტაძესთან ერთად სპეცსაშუალებების არ გამოყენებაზე შეჯერდნენ. ცოტა ხანში კი რეზინის ტყუებს გამოიყენებს. მოქალაქეები სხვადასხვა სახის სერიოზულ დაზიანებებს მიიღებენ. პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გახარია ამ თარიღთან დაკავშირებულ დეტალებს ვერ იხსენებს. ვერც გერმანიის ელჩს იხსენებს. და ვერც ომბუდსმენს, რომლებიც მის კაბინეტში სხედან. სოზარ სუბარც მოუწევს გაახსენოს, რომ მასთან ერთად ომბუდსმენი ნინო ლომჯარიაა. იზოლებული ვარ განგიახლოთ მცირედით მეხსიერება, იმიტომ რომ მე ვიყავი ნამდვილად იქ. ნინო ლომჯარია იყო თქვენს გვერდით. გიორგი ჭოლაძე გერმანიის ელჩს გაიხსენებს. ჩემდა გასაკვირად იქ იყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი. უბრალოდ ეს ჩემთვის იყო რაღაცა ჰუბერტ ეს კაცი იყო რა შემიძლია ეს განახო. ნიშია. დიახ. ეს ადამიანი იყო მაშინ ელჩი. 20 ივნისის საქმეზე კითხვები აქვს სტრასბურგსაც. ყველა შეკითხვის ადრესატი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მოსამართლეები აქცენტს ადამიანის უფლებებზე აკეთებენ. სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, როდესაც ადგილი აქვს ინსტიტუტებზე თავდასხმას. თუმცა კითხვები დაისვა ოპერაციის დაგეგმვასა და სპეცსაშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით და სახელმწიფოს ეფექტიანი გამოძიების ჩატარება დაევალა. თუმცა ამჯერად ჩვენ გვაინტერესებს, როგორ იღებს გიორგი გახარია გადაწყვეტილებას. თუ ის თავის პოზიციებს არ ათანხმებს საკუთარ გუნდთან, მაშინ ვინ არიან ისინი, ვისაც ქართული ოცნების გუნდის წევრი და მაღალი თანამდებობის პირი უსმენს და ანგარიშს უწევს. მეტიც, ის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ ვისგან იმართება? ეს არის ჩვენს შემთხვევაში მთავარი შეკითხვა. და ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა გავიხსენოთ პრემიერ გახარიას ბოლოდღე კანცელარიაში 2021 წლის 18 თებერვალი. კიდევ ერთი საბედისწერო თარიღი მის კარიერაში. მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობით. ეს კიდევ ერთი უსიამოვნო სიურპრიზი იქნება ქართული ოცნებისთვის. თითქმის ყველა ამ ბრიფინგიდან იგებს. ქვეყანას პრემიერი აღარ ჰყავს. ამ თარიღსაც თავისი კონტექსტი აქვს და ის მთლიანად ნიკა მელიაზეა აგებული. 2021 წელი დაძაბულად იწყება. ოპოზიციას არ სურს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი მარცხი აღიაროს. ნიკა მელია ოპოზიციის ლიდერია და საპროტესტო ტალღაზე ნებივრობს. ერთ-ერთ აქციაზე ის ელექტრონულ სამაჯურს იხსნის. ისვრის და ყვირის. არ გადავიხდი და ვერ დამიჯერთო. გირაოს პირობას არ ყვავს. ბრალი 2019 წლის 20 ივნისის არეულობის ორგანიზებაში ედება. ყველა პირობაა იმისთვის, რომ დააკავონ. გიორგი გახარია პრემიერია. ის ხვდება უმრავლესობას და ქართულ ოცნებას არწმუნებს მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნან იმისთვის, რომ კანონი აღსრულდეს და დამნაშავე დააკავონ. თუმცა იმის მაგივრად, რომ მელია დააკავონ, გახარია გადადგება. აქაც ის არ პასუხობს მთავარ კითხვას. ვისთან შეათანხმა გადადგომა? თუ ურჩიეს წასულიყო? შეკითხვები პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გაჟღერდება. ოპოზიციონერი გახარია პათეტიკურად იტყვის. არავის არაფერი მსგავსი არ ურჩევია, რომც ერჩია მე ყოველთვის. ნებისმიერი უცხოელის რეკომენდაცია. ბოდიში და ყოველთვის ფეხებზე მეკიდა. მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ჩემთვის ჩემ გუნდთან და ხალხთან შეთანხმების დარღვევა არ დარღვევა იყო ბევრად უფრო მნიშვნელოვანი. საკმარისია თეა წულუკიანმა მიმართულება დაუკონკრეტოს მაშინვე იბნევა. ყოველთვის როცა სიმართლესთან ასე აყენებენ როგორც კედელთან, ამბობს რომ არაფერი ახსოვს. ახლაც ასე მოხდება. წულუკიანი იკითხავს. ამერიკის ელჩს თუ შეხვდით, ჩვენ რომ იმუნიტეტი მოუხსენით და შემდეგ თქვენ რომ მიგვატოვეთ მიწოვების ბრიფინგამდე.
გახარია უპასუხებს, ახსოვს რომ შეხვდა, მაგრამ რაზე ისაუბრეს ვერ იხსენებს. არც ის ახსოვს ელჩმა რა უთხრა. იმ შეხვედრაზე საუბარი იყო ყველაფერზე, მელიაზე კონკრეტულად არ მახსოვს იყო თუ არა შეხვედრაზე საუბარი, რომ ყოფილიყო. ამას ჩემზე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რა გითხრათ? არავის არ დაუწყო, არ მახსოვს რა. თუმცა მანამდეც გიორგი გახარია გადაწყვეტილებას იღებს ერთპიროვნულად. იწვევს დიდ ხმაურს. დარტყმის ქვეშ აყენებს მმართველ ძალას და მთელს ხელისუფლებას. 2018 წლის 11 მაისი, რეიდები ბასიანში. ოფიციალურ მიზეზად სახელდება კლუბებში მოქმედი ნარკორეალიზატორული ქსელების დაშლა და ნარკოტიკების რეალიზატორთა დაკავება. რეიდი ტარდება ღამის ყველაზე აქტიურ პერიოდში. პარასკევს ღამით, როცა კლუბები სავსეა სტუმრებით. კრიმინალთან ბრძოლის ნაცვლად გახარია მიიღებს დიდ საპროტესტო ტალღას პარლამენტის წინ. გახარიას შეცდომის აღიარება მოუწევს. ის აქციაზე მივა და ბოდიშს მოიხდის. მოდით მაშინ დავიწყოთ ბოდიში. ბოდიში 2019 წლის 21 აპრილი, პანკისის ხეობა. სოფელ ბირკიანში ადგილობრივი მოსახლეობა ხადორის 3 ჰესის მშენებლობის განახლებას აპროტესტებს. მოსახლეობა კონკრეტულ პრობლემებს აყენებს. პასუხი პროფილური უწყებებისგან უნდა მიიღოს, თუმცა გიორგი გახარიას იქ პოლიცია შეჰყავს. კონფლიქტიც მაშინ ვეჩნდება. შეტაკების დროს მოსახლეობა პოლიციას ქვებს ესვრის. პოლიცია კი ძალას იყენებს. 55 ადამიანი დაშავდება. მათ შორის 17 ადგილობრივი და 38 პოლიციელი. დაძაბულობა პიკს აღწევს. გიორგი გახარია იძულებულია პანკისში ჩავიდეს. დაპირისპირების ხაზთან დადგეს და თავი იმართლოს. უკან დახევაც მოუწევს. შეცდომის აღიარებაც. თუმცა პოლიციასთან დაპირისპირების კადრები სამართალდამცავი უწყების იმიჯს სერიოზულად დააზიანებს. 2019 წლის 16-18 ივლისს ჭუბერში ადგილობრივებსა და პოლიციას შორის შეტაკება ხდება. ინვესტორი იქ ცდილობს ნენსკრა ჰესის მშენებლობას. ადგილობრივები ამ გადაწყვეტილებას ბლოკავენ და ტექნიკის გადაადგილებას ხელს უშლიან. გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით იქ პოლიცია შევა და მძიმე ტექნიკასაც შეიტანს. პროტესტი მაშინვე მწვავე კონფლიქტში გადაიზრდება. საპროტესტო აქციები დაიცავი სვანეთი ძლიერდება. 2019 წელს შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია პარალელურად რამდენიმე კრიზისის ავტორი ხდება. აქციას რეზინის ტყუებით არბევს. სვანეთში პოლიცია შეჰყავს. ჩორჩანაში ბლოკპოსტს დგავს. 2021 წელს პრემიერის პოსტს დატოვებს. გადაწყვეტილების მიღების ლოგიკას ვერ იპოვით. შინაგან საქმეთა მინისტრ გახარიას მაგალითად არ ეშინია ესკალაციის, როცა ჩორჩანაში საგუშაგოს ხსნის. სამაგიეროდ პრემიერ გახარიას შეეშინდება დაპირისპირების, როცა მელიას დაკავებაზე უარს იტყვის. ერთ შემთხვევაში ქვეყანას ომის საფრთხის წინაშე აყენებს, მეორე შემთხვევაში ვერტიკალის ჩამოშლის რისკის ქვეშ. არც ერთ მის გადაწყვეტილებას პოზიტიური შედეგი არ ექნება. წარმატება არ მოაქვს. მათ შორის არც თავად გახარიასთვის. ხან ბოდიშის მოხდა უწევს, ხან უკან დახევა და ხან თავის გამართლება, მაგრამ მაინც თითქოს ჯიუტად გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს. არაფერს უთანხმებს ქართულ ოცნებას. საკუთარ გუნდს ასრსაც არ ეკითხება. სამაგიეროდ მის გვერდით ყოველთვის დგანან ელჩები. გარე ძალებს ქართული ოცნების ხელისუფლების შესასუსტებლად სჭირდებოდათ ფიგურა, რომელსაც ქართული ოცნებისგან დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება და მოქმედება შეუძლია. სჭირდებოდათ იმიტომ, რომ მმართველი პარტია აუღებელ ციხეს იმაგრეს გავს. ერთ გუნდად მოქმედებს და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა გარე ძალების საჭიროებებს არ აყენებს. და ამ მომენტში ჩნდება გიორგი გახარიაც. ყველა მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება თითქოს მისი პატრონებისთვის სიგნალია. ისინი უნდა დაარწმუნოს, რომ ყველაფერი შეუძლია, რათა ერთგულება დაუმტკიცოს. როგორც ჩანს, ეს ერთგულება დაინახეს კიდეც. ამიტომ გახარიას 2021 წელს მის მთავარ დავალებას აძლევენ. მან ქართული ოცნების ხელისუფლება უნდა ჩამოშალოს. გარე ძალები მისგან ამჯერად ნიკანორ მელიას თავისუფლებაზე დატოვებას და ოცნების ხელისუფლების ჩამოშლას ითხოვენ. როცა ეტყვიან პოსტი უნდა დატოვოს, მაშინვე გადადგება. მაგრამ მაინც დააკავებენ, თანაც უმტკივნეულოდ. გიორგი გახარიამ გარე ძალებს საკუთარი ერთგულება და ლოიალობა კი დაუმტკიცა, თუმცა საკუთარი ქვეყნისა და ხალხისთვის გახდა ღალატის ეტალონი.